უკრაინის შავი პარასკევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომით დასრულდა. კორუფციულ სკანდალში გახვეულმა ანდრეი ერმაკმა დღის ბოლოს განცხადება თავად დაწერა და თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინელებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამცნო. ანდრეი ერმაკი გადადგა. მადლობელი ვარ მისი, რომ ყოველთვის პატრიოტული პოზიცია ჰქონდა მოლაპარაკებების პროცესში. მალე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება იქნება. უკრაინის გენშტაბის უფროსი, საგარეო და დაზვერვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ანდრეი ერმაკის გადადგომას წინ საგამოძიებო მოქმედებები უძღოდა, რომელიც კიევის სამთავრობო კვარტალში გამთენიისას დაიწყო. ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გამოძიების კვალი ამჯერად სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოფისამდე მივიდა. სამართალდამცველებმა ერმაკის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დილიდან დაიწყეს. რკინაში გამომძიებლებს დაბრკოლება არ ექმნებათ. ადგილზე იმყოფებიან ჩემი ადვოკატები, სრულად თანამშრომლობ გამოძიებასთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი კორუფციული სქემის, სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ მინდიჩ გეიტსის სკანდალს უკავშირდება. ანალიტიკოსებისა და ადგილობრივი პოლიტიკური წრეების ვარაუდით, ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრის ანდრეი ერმაკის კორუფციულ სქემებში ჩართულობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში კორუფციით არ შემოიფარგლება. ომში მყოფი ჯარისთვის განკუთვნილი თანხა შავ ჯიბეებსა და ხვრელებში მიდიოდა. შოკის მომგვრელი იყო, რომ დასავლეთის დახმარებიდან უკრაინის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის ნაწილი მტირთან მოსკოვშიც კი გადაიგზავნა. პრესაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით ერმაკი დასავლეთისგან მხარდაჭერილი ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელობას ავიწროვებდა. დასავლურ მედიაში კი წერენ, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკას არ ეხება და სამშვიდობო პროცესთან პირდაპირ კავშირში. ჩხრეკის ფაქტი ადასტურებს, რომ ერმაკი კორუფციული საქმის იურიდიული მონაწილეა. ეს კი მწვავე პოლიტიკური კრიზისის რისკს ქმნის და პრეზიდენტის პოზიციას ასუსტებს. სავარაუდოა საზოგადოებრივი პროტესტიც. ქვეყნის გარეთ კი ზიანდება სამშვიდობო პროცესი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებმა ის უკრაინაზე წნეხისთვის გამოიყენონ. გარდიანი და ტელეგრაფი არ გამორიცხავენ, რომ კორუფციულ სკანდალთან ვოლოდიმერ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის კავშირი უკრაინაში სამშვიდობო პროცესს დააზარალებს და ოფიციალური კიევის ავტორიტეტის შელახვასთან ერთად მოლაპარაკებებში მათ პოზიციას დაასუსტებს.